მოგესალმებით, ექიმის ქრონიკების სტუმარია სანდრო ნოზაძე, ნუტრიციის კოუჩი. სანდრო, გამარჯობა. გამარჯობა. დღეს ვსაუბრობთ კვებაზე, კვების დარღვევაზე. კვებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრს საუბრობენ, ხო არ არის სადმე არასწორი აქცენტები გაკეთებული და რა შეიძლება იყოს წონის მატების ფარული, ასე ვთქვათ, მიზეზები. შენს პრაქტიკაში ფარული მიზეზი ერთ-ერთი შეიძლება იყოს соусები და ასე ვთქვათ ზეთები. რამდენი კალორიაც აქვს ერთ ულუფას, შეიძლება ერთი იმდენი ან ცოტა ნაკლები ქონდეს უშუალოდ соусებს. მათთვის, ვისაც წონის კლება უნდა, ურჩევდი რომ მოერიდონ ისეთ соусებს, რომელშიც ბევრი ზეთი არის. ერთი სუფრისკოვის ზეთი არის მიახლოებით 100-120 კალორია და არ ჩანს. ანუ რეალურად სალათს რომ მოვასხათ 1-2 კოვზი, შეიძლება ვერც კი მივხვდეთ ისე მივიღოთ დამატებით 300 კალორია. როცა ადამიანი წონის კლების დეფიციტურ კალორიაშია, ძალიან მნიშვნელოვანი ამ კალორიების თულა თუ არა გაკონტროლება. შესაბამისად, соусები მაღალშაქრიანი და მაღალცხიმიანი მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ. კვება უნდა იყოს ბალანსირებული და რა თქმა უნდა, სოლიდურად ნუტრიენტებით გამდიდრებული. რომელიმე ხო არ გამოყოფდით ამ ნუტრიენტებიდან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის. ყველას თავის ფუნქცია აქვს და ერთმანეთს ვერ ენაცვლებს. თუმცა, ცილა არის ერთ-ერთი ფუნდამენტი, ასე ვთქვათ, ჩვენი ორგანიზმის საშენი მასალა და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ცილას თუ მიაქცევს ყურადღებას თითოეულ კვებაზე ბევრად კარგ შედეგს დაინახავენ, იქნება ეს ზოგადი გაჯანსაღების კუთხით თუ წონის კლების კუთხით, იმიტომ რომ ცილას აქვს ბევრი ფუნქცია, მათ შორის ერთ-ერთი იქნება კუნთური მასის შენარჩუნება, რაც როგორც წესი წონის კლების პერიოდში არის ხოლმე რომ კუნთი ცილება და ცხიმით. ჩვენ გვჭირდება როგორც წესი კუნთის შენარჩუნება და ცხიმის წვა. შესაბამისად, ცილას გამოყოფდი, ცილას და ბოსტნეულს გამოყოფდი როგორც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტებს დაბალანსებული კვების. ხომ არ არის კიდე რამე დღის განმავლობაში ჩვენ დღის რეჟიმთან დაკავშირებით, რომ მივიღეთ ხედველობაში, რომ კვებითი ნაწილი ერთია და მეორეა კიდე დღის რეჟიმი ჩვენი, რომელიც ხელს შეუწყობს ამ გამოსწორებულ კვების რეჟიმს, რომ მივახციოთ ის შედეგი, რაც გქონდა თავიდანვე მიზანში და გქონდა დაგეგმილი. ჰიდრატაცია, წყალი ძალიან მნიშვნელოვანია გაღვიძებიდან ჭიქა წყალი მაინც მივიღოთ, იმიტომ რომ 7-8 საათიანი მონაკვეთი 30 საათიან ციკლში ერთადერთი პერიოდი, როცა ჩვენ სიცხეს არ ვიღებთ, ასე ვთქვათ. გაღვიძებიდან ყავაჯობი არ მივიღოთ მაშინვე და საათი 45 წუთი მაინც გავიდეს, ამას ცალკე მექანიზმი აქვს. ერთ-ერთი არის მჭამის სიჩქარე, მათ შორის, რაც უფრო ნელა ვჭამთ, უფრო კარგია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, მათ შორის ნაკლებ კალორიას ვიღებთ. ძილი არის ფუნდამენტი ერთ-ერთი და ყველაფერთან გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიგრძნოთ თუ რა გვიშლის და რა უწყობს ხელს ჩვენს ძილს, იქნება ეს ოთახში ტემპერატურა თუ სიბნელე თუ ალკოჰოლი ან გვიან საკვების მიღება, ვეცადოთ ეს გამოვასწოროთ, იმიტომ რომ ვერც ერთი დანამატი და იდეაში ძალიან ბევრი საკვებიც კი ვერ მოვა სრულფასოვან ძილთან ახლოს. მათ შორის არის მოძრაობა, ყოველდღიური ადამიანი 1 საათ ძილში იმდენ კალორიას სწავს, ამდენი კილოც არის. ამას იმიტომ ვამბობთ, რომ გვეძინოს ხოლოდ ამას ვამბობთ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ვარჯიში თუ არ დამევარჯიშოთ, ვარჯიშის გარეთაც რითი ვარ დაკავებული. ნებისმიერი მოძრაობა, იქნება ეს ჭურჭლის რესხვა თუ კიბეებზე ფეხით ასვლა, წვავს კალორიებს და ზოგადად ძალიან კარგია ორგანიზმის. არის თუ არა რომელიმე ლაბორატორიული კვლევა, რომელიც გეხმარება თქვენს როგორც ნუტრიციის კოუჩს იმისთვის, რომ შეაფასოთ ნუტრიციის სტატუსი. ძალიან მნიშვნელოვანი არის სისხლის საერთო ანალიზი, მაგნიუმი, D ვიტამინი, ლიპიდური ცვლა, ეს არის ძირითადი 3-4, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და გლიკირებული ჰემოგლობინი, რომელიც სისხლში შაქრის შემცველობას ითვლის ბოლო რამოდენიმე 3 თვის განმავლობაში. ჩვენი სტუმარი იყო სანდრო ნოზაძე, ნუტრიციის კოუჩი. თქვენთვის საინტერესო კითხვები მოგწერეთ ვიდეოს კომენტარებში.